ძალიან ხშირად ჩვენ აი იმ საიდუმლოება, რომელიც ქრისტეს უკავშირდება, მის მოღვაწეობას, ღმერთის ადამიანად მოსვლას, ღვთის ჩვენთან მყოფობას. საიდუმლოება, მისი ღვაწლი, მისი ჯვარცმა, ეს საიდუმლოება. აი ამ საიდუმლოებაზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული, მაგრამ ამის მაგივრად ჩვენ ქრისტესთან მივდივართ, თან ერთგულები ვართ, მოდი ესე ვთქვათ, აი როგორც იაკობი, იოანე, მათი მშობლები, ერთგულები ვართ ქრისტეს. აი ეს ერთგული ადამიანები მივდივართ ქრისტესთან და ის საიდუმლოება ჩვენთვის გვერდზე გაწეულია, ეს ყოველდღიურობაში ასე გვემართება. და მიწიერს ვითხოვთ. მიწიერს, რომ ამ ქვეყნიური წარმატება მინდა მქონდეს, მე მინდა ამ ქვეყნიური წარმატება მქონდეს და მე ხო შენი ერთგული ვარ, არა? ხო და გამიკეთე რა ეს წარმატება რა. აი ეს დამოკიდებულება არის აქ, გესმით რა შეასაკო. და უფალი მეუბნება, რომ არ იცი რა სითხოვ. ნახეთ, ჩვენი მიწიერი წარმატებები ძალიან ხშირად გააზრებულიც არ გვაქვს, რას ნიშნავს ეს, რას მომიტანს, რა შედეგს დამიდებს. ამით მეუბნება უფალი, რომ ჩვენი აზროვნების შესაძლებლობები ძალიან მწირია. გესმით, პატარა ბავშვები ვითვართ, რომელიც მშობელს რაღაცა საშიშსაგან სთხოვს, ან ასანს, ან ბას დანას, ლამაზია მოეწონა, მაგრამ მშობელი არ აძლევს, იმიტომ რომ არ შეიძლება. არ იცი რა სითხოვ უფალი ეუბნება.